სათა დაწმიდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. მასხოვრის შობამდე რჩება რამოდენიმე დღე. დღევანდელი კვირა იწოდება როგორც ქრისტეს შობის წინა კვირა. თანამედროვე მსოფლიოსთვის წინა დღეები, მასხოვრის შობის წინა დღეები არის კალენდარული ახალი წელი. ამ დღესთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ ჩვენ, როდესაც არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ჩვენი ყველაზე მთავარი მაკურთხეველი. ჩვენი მთავარი მაკურთხეველი, რომელიც იუბილეს გახლავთ დღეს, ჩვენი კათალიკოს პატრიარქი 48 წლის განმავლობაში გამოდის და გვილოცავს კალენდარულ ახალ წელს. ამიტომ სიტყვას დაუკვირდეთ, მიულოცოთ თუ არ ვილოცოთ თუ არ ვილოცოთ. უნდა ვილოცოთ, რა თქმა უნდა, ხო? აი თქვენ ხედავთ, როგორ დაიწყო კალენდარული ახალი წელი. მშვიდობის მედროშემ, დემოკრატიის აკვანმა მშვიდობიანად ომი გამოუცხადა ვენესუელას და მშვიდობის მიზნით დაბომბა. ხო ხვდებით ახლა? აი ეს არის ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არ უნდა გადავიდეთ, მაგრამ მშვიდობა უნდა უსურვოთ მსოფლიოს. ჩვენს სულებს, ჩვენს გულებს, ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ახალი წელი დაიწყო ახალი ომით. ანუ ამ სოფელს მშვიდობა არ უნდა. ამ სოფელს იესო ქრისტე არ უნდა. ამ სოფელს უნდა ფეივერკები, გახსნილი შამპანიურები, რაღაც გარკვეული დალოცვები, მილოცვები, შელოცვები, მაგრამ ჩვენ ვასწავლოთ ადამიანებს, როგორ იყოს მშვიდობა, როგორ იყოს სიხარული. ყველაზე გავრცელებული სიტყვა გაიხარე რას ნიშნავს? სიტყვა მოდის ბერძნული ფუძიდან ხარა, მადლი. გაიხარე, მადლი შეიმოსე, რა კარგია რა, ბევრმა ეს არ იცის. როცა ეუბნები რომ გაიხარე, ეს ნიშნავს რომ მადლი მიიღე, მადლი შეიმოსე. როგორ? მარხვა შეინახე, ახსარება თქვი, ეზიარე და მადლს მიიღებ. გამარჯობა, გაგიმარჯოს. რას ნიშნავს? განგიმარჯვოს. მარჯვენით მამისა, მარჯვენით იესო ქრისტესი დაგაყენოს ღმერთმა. ანუ ცხონდი. ამაზე კარგი რა უნდა უსრუო ადამიანს, ხო? გაიმარჯვე, გამარჯვებული იყავი, ჩემო ძმაო. მესამე სალამი, ხო? ამაზე დაგვსინიან ვიღაცები, რომ მუსლიმანების მისალმებას იმეორებთო. ეს უმეცრებაა. ეს არის ებრაული სიტყვა შალომ. რაც ძალიან ბევრგან წერია ბიბლიაში. იესო ქრისტე, როდესაც იშვება, ანგელოსთა ქორო გამოჩნდება ზეცაზე და რას ქადაგებენ, რას გალობენ, დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. შალომ. აქედან გადაიღეს მუსლიმანებმა, იგივე ელოჰიმიდან გადაიღეს ალაჰი. და ესე იგი მე რო ელოჰიმი ვახსენო, რა, ალაჰის მიმდევარი ვარ? ეს ხო უმეცრება. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ასევე დედოფლად არავინ არ იწოდება გარდა ღვთისმშობლისა. ძველ ქართულად არის დედუფალო, ანუ უფლის დედა. ნახეთ რა კარგი სიტყვა, დედუფალო. არავინ სხვა დედოფლად არ იწოდება გარდა ღვთისმშობლისა. ადრე გარკვეული უმეცარი ქართველები თამარ მეფეს უწოდებდნენ წმინდა სამების მეოთხე ჰიპოსტას. გაუგონალი მკრეხელობა. მაგრამ თუ კარგად გაიგებ სიტყვა სამოთხის მნიშვნელობას, უკვე მერე მიხვდები. მეოთხე ჰიპოსტასი კი არ არის. 3-4 ნიშნავს, რომ სამების მეოთხე ხარ სამებიდან, ანუ სამება არის ღმერთი და ყველა წმინდანი არის მეოთხე. 3-4. 3-4-ში მოხვდი, სამების მერე შენ ხარ უკვე იმ სიწმინდეში, სადაც სუფევს სამების მადლი. რა უნდა ამას, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენ არ ვიცით. დღევანდელი დღის მოკლე შინაარსი. მისმენდით ალბათ, ხო? აბრაამა, შვა, ისააკი და ასე შემდეგ. ადამიანს რო უთხრა რომ აი მოდი რა სახარება წაიკითხე, ის მაშინვე აიღებს, ხო, თუ გონიერია და დაიწყებს კითხვას. აბრაამა, შვა, ისააკი და ასე შემდეგ დაიბნევა და მოვა და გეტყვის რომ მამაო რაღაცა ვერ გავიგე რა. რას ნიშნავს ეს? რა საჭიროა ამდენი ჩამონათვალი? თან ორ სახარებაში
მათეს სახარებაშიც არის გენეოლოგია ქრისტესი და ლუკას სახარებაშიც არის. ერთი არ იყო საკმარისი? ერთი სახარება არ იყო საკმარისი? რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ჩვენ რომ ზედმეტი კითხვები ავიცილოთ თავიდან და დამაჯერებელი რო იყოს ჭეშმარიტება, საჭიროა 4 სახარება და ქრისტეს 2 გენეოლოგია. რატო? იმიტომ რომ დღესაც საეჭვოა, დღესაც ქილიკებენ ებრაელები ებრაულ მასორეტულ ბიბლიაში დღევანდელი ესაიას 7:14 წერია, აჰა ბეთულა, ანუ აჰა ახალგაზრდა ქალი დაორსულდეს. არ წერია ქალწული. მასორეტულ ბიბლიაში წერია ეს, მაგრამ სეპტუაგინტაში, რომელიც სოფლიო კრებამ შეიწყნარა და რომელიც ნამდვილად ჭეშმარიტია და 70 ადამიანმა თარგმნა, ორ-ორი თარგმნელი იყო თითო წიგნის, ხო? იქ წერია პართენოს. ანუ ეს ნიშნავს, რომ სათა წერია პართენოს, ეს რა თქმა უნდა ახალგაზრდა გოგოც არის, მაგრამ არის ქალწული. ქალწულებას აქვს ხაზი გასმული. თუ ჩვენ ამ სიტყვას ამოვაგდებთ, ყველაფერი ხდება თავდაყირა. თუ ქრისტე არ დაიბადებოდა ქალწულიდან, ჩვენ გამოხსნილები არა ვართ მაშინ. ზუსტად არაბუნებრივი გზით ქალწულისგან უნდა დაბადებულიყო, რომ ცოდვა არ მიეღო მას შობიდან. ჩვენ ყველა ცოდველიები დავიბადეთ, როგორც დავით მეფსალმონი ამბობს, უსჯულოებას აშინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშრომე დედამან ჩვენ ვარ, მაგრამ უსჯულოებას აშინა არ დაბადებულა იესო ქრისტე. მაშინ ისიც ჩვენაირი ცოდვილი იქნებოდა, მაგრამ მან შეიმოსა ცოდვით დაცემული სხეული. აქაც პოლემიკა მიდის, რომ არა, ცოდვით დაცემამდელი სხეული შეიძინა. თუ ცოდვით დაცემამდელი, ანუ დაუზიანებელი სხეული შეიძინა, მაშინ ვინ განკურნა, რა განკურნა? შეიძინა ხრწნადი სხეული, მაგრამ ხრწნადობა არ მიუღია მის სხეულს. ეს ელემენტარულია, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აი დღევანდელ დღეს უნდა ზუსტად ვიწოდეთ, რომ ქალწული იყო დედა ღვთისმშობელი, დედუფალი, უფლის დედა და ქრისტემ შეიძინა ადამიანის დაზიანებული ბუნება ცოდვის გარეშე. მის სხეულს ხრწნადობა არ განუცდია. ეს არის დოგმატი. ამის გარეშე ჩვენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით. ეხლა რა საჭიროა ჩემო ძვირფასებო 2 გენეოლოგია. ერთი მათესი და მეორე ლუკასი. ერთ გენეოლოგიაში დავითი, როცა დასახელებულია დავითის შობა, აქავე წერია იოსებზე, სიმბოლურ მამაზე, იესო ქრისტეს. აქავე დავძენ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, როგორც ღმერთს არ აყავს დედა ბიოლოგიური, მაგრამ ყავს მამა. მაგრამ როგორც სრულ კაცს არ აყავს ბიოლოგიური მამა, მაგრამ ყავს ბიოლოგიური დედა. და საინტერესოა რა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველა ჩვენთაგანმა. და აი იქ, რომ ებრაელებმა შარი არ მოგვიდონ, ყველა ებრაელმა ეხლაც იცის, რომ მესია უნდა დაიბადოს აუცილებლად სამეფო შტოში. და იქ როცა წერია, ერთგან წერია, არ მინდა რომ შემეშალოს, მე მგონი მათესთან, უпростоეთ ლუკაში წერია, რომ დავითის მერე წერია ნათანი, დავითის შვილი იყო ნათანი, ოღონდ მეფე არ არის და ამის გამო შეიძლება შარი მოგვიდონ ებრაელებმა და მათეში წერია, რომ დავითი და სოლომონი. სოლომონიც მეფე იყო, ანუ მეფური შტო გრძელდება ზუსტად დავითიდან სოლომონში. და აქავე ყველაზე საინტერესო, თქვენ ორჯერ მოისმინეთ, რომ უწოდეს სახელი მისი იესო და ეს სახელი უწოდა ანგელოზმა და გაიმეორა იოსებმა. ეს აუცილებელი იყო, რომ იოსებს სახელ ედვა ქრისტესთვის. და რატომ? აი მაგალითად იულიუს კეისარს ყავდა შვილი ეგვიპტის დედოფლიდან კლეოპატრადან. ეს უკანონო შვილი, რა თქმა უნდა, და მისი მრჩევლები ეუბნებიან, რომ ჯარის წინო არა იყვანო ხელშიო და სახელი არ უწოდო, თორე ის ავტომატურად შენი მემკვიდრე გამოდისო და ვალდებული ხარო, რომ შენ მას
შენი მემკვიდრეობაო გადასცე. მაგრამ აქ უკვე იოსები, უყურეთ აქ რა საინტერესოა, მარიამი არ მიდის და არ ეუბნება იოსებს, რომ ეს ყველაფერი ანგელოზებრივად, სასწაულებრივად მოხდა, მაგრამ იოსები იტანჯება. აქაც მინდა ძალიან საინტერესო სწავლება გადმოგცეთ, შეგახსენოთ, რა სწავლებაა უყურეთ. თქვენ გითხოვთ ხშირად, რომ რაღაცას რო ვიტყვი არ ასრულდება. რაღაცას იტყვი, აი წავალ, ამას გავაკეთებ, ავაშენებ, ოჯახი შევქმნი, მაგრამ არ ხდება ასე, ხო? მაგრამ გულში თუ გაიფიქრებ, შენი გულის ნადები იცის მარტო ღმერთმა. სხვა არავის არ შეუძლია რომ მიხვდეს შენ გულში რა გაქვს. იოსები ხედავს, რომ მისი დაწინდული, ცოლი არ იყო, დაწინდვა, დანიშნვას ნიშნავს, არის მიდგომილი, ანუ ფეხმძიმედ არის. ეს კაცი არის მართალი კაცი, იცავს მოსეს კანონებს. მოცეს კანონის თანახმად უნდა მიეყვანა სინედრიონში იოსებს მარიამი და ეტყოდა მე მასთან არ მიცხოვრია ფიზიკურად და ფეხმძიმედ არის, მიდგომილია, ჩაიქოლოს. ეს უნდა აღესრულებინა წესით, თუ ხარ შენ მართალი შენი რჯულით, მაგრამ ხედავს რომ მარიამი არის უწესიერესი, უპატიოსნესი ადამიანი, დილემის წინაშია. ვერ იგებს რა გააკეთოს, მიიყვანოს, იცის რომ უდანაშაულოა, მაგრამ რჯული ითხოვს კანონიერებას, რომ აქ რაღაცა ისეთი ხდება, იტანჯება. აი ამ დროს ეცხადება უფლის ანგელოზი და როგორ ხდება იოსები, რომ ეს ანგელოზი ღვთისგან არის. იმიტომ მას არავისთვის არაფერი არ უთქვია და რომ ეთქვა ეშმაკი გაიგებდა ამას და შეიძლებოდა სიცრუეს ქონოდა ადგილი. რადგანაც მას არავისთვის არაფერი არ უთქვია და გულში ხარშავს ამ ყველაფერს, მიხვდა რომ მისი გულის ტკივილი გაიგო ღმერთმა და ღმერთმა მოულინა. გადმოცემით ამბობენ რომ მახარებია, ისე თქვა გაბრიელი და უთხრა რომ ნუ გერიდება, ნუ გეშინია მისი მიყვანება, რამე თუ ის ვინც მასში არის, სული წმინდისგან არის. მას უწოდეს სახელი იესო, რამე თუ ის იხსნის თავის ერს ცოდვებისგან. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ევედრება ღმერთს, დიდხანს მაცოცხლე ღმერთო. კარგია. ჯანმრთელობა მომეცი ღმერთო. რა თქმა უნდა, შვილები მიმყოფე კარგად. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. შეიძლება დიდხანს იცოცხლო, მაგრამ ვერ ცხონდე. შეიძლება ჯანმრთელი იყო, მაგრამ ვერ ცხონდე. შეიძლება შვილები კარგად ყავდეს, მაგრამ ვერ ცხონდნენ ისინი. რა უნდა ვითხოვოთ? ცოდვათა შემსუბუქება, მუნთანა წასატანისა. ანუ ღმერთო, ცოდვები მაპატიე, ახალი წელი მოვიდა. შეხვდი ნაკლებად ცოდვილი. შობა ახლოვდება, რატომ არ ხულობთ? იმიტომ რომ ცოდვათა სიმცირით უნდა გავახაროთ ჩვენ უფალი იესო ქრისტე. გთხოვთ დღესავე იფიქრეთ, რომ ხელცარიელები არ მივიდეთ შობას ქრისტესთან. არ უნდა ქრისტეს არც გუნდრუკი, არც მური, არც არაფერი არ უნდა, რა უნდა ქრისტეს ჩვენგან? აბა დაფიქრდით. მომეცი შვილო შენი გული. განწმენდილი გულებით მივიდეთ იესო ქრისტესთან. აგერ ჩვენ უკვე რამოდენიმე დღეში გავხდებით მოწმე აი ამ დიდებული სასწაულის, რასაც ქვია იესო ქრისტეს, ანუ განკაცებული ღმერთის შობა. ჩვენ რომ ვიღაცამ კითხოს ქუჩაში, რომ შენი სარწმუნოება შეგიძლია რამოდენიმე სიტყვით ამიხსნა? შეიძლება ჩვენ დავიბნეთ და ცოტა ვერ გადმოვცეთ, მაგრამ უყურეთ, ძალიან თამამად და ამაყად უთხარით, რომ ჩვენი სარწმუნოება არის სწავლება განკაცებული ღმერთის შესახებ. ასეთი სწავლება ცის ქვეშეთში არავის არ ქონია და აღარც ექნება, იმიტომ რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ამხსარებლობა, ეს არის ერთადერთი მაცხოვნებითობა, ეს არის ერთი ღმერთის, ერთი სარწმუნოება, ერთი ეკლესია, ერთი წმენა და ერთი სიყვარული და ერთი იმედი. აი ეს არის თავარი ჩემო ძვირფასებო, რაც დღეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინც ახლა დღეს მისმენთ, მაგრამ მარხვა არ დაგიწყიათ, დაიწყეთ მარხვა, ბავშვებიც კი თავისებურად ამარხულეთ. ეს რამოდენიმე დღე ცოტა შეუმცირეთ ინტერნეტთან ურთიერთობა.
ასწავლეთ მამაო ჩვენო, წააკითხეთ სარწმუნოების სიმბოლო რწამსი და რაც მთავარია, მოდით შერიგებულები, მიუტევეთ თქვენს გულში მაინც იმ ადამიანებს, ვინც დასანახავად არ გიყვართ, ან ვერ იტანთ, ან ისინი ვერ გიტანენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის ისეთივე მარტივი და ძალიან უბრალო დღე იქნება მაცხოვრიშობა, როგორიც იყო ეს კალენდარული ახალი წელი და ღმერთმა დაგვანახა, რომ მთელი მსოფლიო შუშხუნებს ისროდა და ომი დაიწყო, თქვენ მართლმადიდებლებო ილოცეთ, რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში. მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სულებში და ჩვენს გულებში და ერთითა პირითა და ერთითა გულითა შევევედროთ ჩვენს განკაცებულ ღმერთს, რომ ჩვენს ქვეყანაში ქართველების სიმრავლე იყოს, სიყვარულის სიუხვე იყოს, სიხარული მადლმოსილება იყოს და კაცი რო კაცს მიესალმება და ეტყვის მშვიდობა, სალამი, იგივე პასუხი მიიღოს და რო გეტყვიან გამარჯობა, უთხარი განგიმარჯოს მარჯვენით ქრისტესი და დალოცვილი და ბედნიერი იყავი. დღეს ესე არ ხდება. მე მგონი არ ვაზვიადებ, ჩემო კარგებო, როგორი დამუხტულია ქვეყანაში სიტუაცია, როგორი სიძულვილი ზეობს, გინდა სასულიერო პირებში, გინდა პოზიციაში, გინდა ოპოზიციაში და მოდი ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვიყოთ მშვიდობის მომტანი ღმერთის მშვიდობიანი მოციქულები. ალილო სხვა არაფერი არ არის, ჩემო კარგებო, თუ არა აი იმ წყემსების, რომელთაც მოისმინეს ეს ფორმულა ღმერთის ანგელოზებისგან, აძოვებდნენ საპასექო კრავებს და გადიან და იწყებენ გალობას ალილოსი. და აი ასეთი სიხარულით, ასეთი სიყვარულით მივიდეთ ოჯახებში, ნათესავებთან, მტერთან და მოყვარესთან და ვახაროთ განკაცებული ღმერთის ხორციელი შობა. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, მოემზადეთ რამოდენიმე დღეს და ჩვენ ვიქნებით ამ უდიდესი სასწაულის მოწმენი. ჩვენთან არის ღმერთი.